ქერტლი რომ მოძრაობს სტილია. ალბათ გრიჟა. ტრიკი რა. ერთი სიტყვა უნდა იყოს? ბოლოს ფრაზას რა სიტყვით? ამას ამოვწერე. გამოტყდით, რამდენი შეცდომა დაგიშვით? არა, მიპასუხეთ. არა და როგორი მარტივია, ხო ყველაფერი. თითქოს არ გინდა, მაგრამ რაღაც გეუბნება იქნება და რომ გავიზარდე, უბნის ბიძიები მელაპარაკებოდნენ ხოლმე. აი ეს ბიძიები ავტორიტეტი რომ ჰქონდათ. საუბარს ყოველთვის შემდეგი ფრაზით იწყებდნენ. ხომ სწავლობ, ბიჭო? აი მე და მამა შენი და ისტორიები. ახლა ჩემი შვილი გადის გარეთ. ნეტა იმასაც ასე ეუბნებია. არა, სადღაც მოვტყუნდი რა. ხო? აი არასდროს არავის არ უსმენდი. არა, არ უსმენდი რა. ვერ ვგებულობდი რას მეუბნებოდნენ. ვერც მათი იუმორს ხვდებოდი, ვერც ამბავს. უბრალოდ მოგწონდა აი დიდ ბიჭებთან და დიდ კაცებთან დგომა. აი ბრიყმული ღიმილით თავს უქნებდი, თითქოს ყველაფერი გავიგე. მე ხომ მამას კაცი ვიყავი. ორჯერ 2 4-ია. გამარჯობა, პარულეთი მოგმართო თორნიკეთ. პარულ. გამარჯობა, პარულ როგორ ხარ? გამარჯობა, შენ როგორ ხარ? მეც კარგად, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. დიდი ხანია გვინდოდა და აი პირიქით მადლობა თქვენ. ოცნება მოვა. მადლობა რომ მომიწევთ, იმიტომ რომ დიდხანს ვფიქრობდი ეს ჩემი ახალი ზედა სად ჩამეცვა. და ესეც საშუალება რომ მომიწევთ. ძალიან მიხარია, ხდება ძალიან. ტერასა ბოტანიკაში ვიმყოფებით. ძალიან მომწონს გარემო. და რა ვიცი, მე მგონია რომ უგემრიელესი კერძები აქვთ აქ, მე რაც გავსინჯე, თუჩენ გემოვნებას. სასმელებიც. იმოვასწარი. ხო, ერთ-ერთი ხა მეც დავლია. კარგი. გემრიელია. მოკლედ კაი ხალხია. კაი ადგილია და გამოიწერეთ ეს არხი და მობრძანეთ. დიახ. ორ საქმეს გააკეთებთ კარგს ერთდროულად. ხო, სულ მავიწყდება ხოლმე და მართლა გამოიწერეთ, მოიწონეთ კომენტარები, რამე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხშირად რომ მოუწოდებ, მე რეიწერებ. ხო და არასდროს არ მოუწოდებ და ეხავს ხო, არა უნდა მოუწოდებ. გამოიწერეთ, გთხოვთ. ერთ 5 კაცი მოემატა ახლა. ორჯერ 2 4-ია? კი. 2 + 2-იც 4 არის. რაც არ უნდა უცნაური იყოს. აჰა, ყოველთვის ეგრეა. კი. და მუსიკას ის უკეთავს, ვინც ფულს იხდის? თუ ზევით ყავს ნაცნობები, შეუძლია უფასოდაც შეუკეთოს. სტრელკა დაგინიშნავს? სტრელკა არ დამინიშნავს ფოტოშოპს. აი მაინც არ დამინიშნავს. არა, ერთხელ ვარ დაყოფი ბაემანზე. სტუდენტობის პერიოდი იყო და 50 ლარიანი მაქვს შენახული, ხო იცი, აი თვეები რო ინახავ რა სადღაც და დადგა დრო რომ გამოვიყენო. პაემას ეხა რა თქვია, იცი? დეითი. ე. არა, ჯენზის და რაღაცა მაქვს. ლექსიკონთან მაქვს ისინი გადაკვეთა. ხო და რო წავედი, ანუ გასტალევ რაღაცა, ყავასო შენ შეუკვეთე. გადავხედე ფასებს, ზევით ძალიან ძვირი იყო, ქვევით ძალიან იაფი და შუაში შეუკვეთე. ხო და გათვლილი მქონდა, რომ მოვჩებოდით, ანუ ტაქსით უნდა მისულიყავით იმის სახელმწიფო მიმეცნება, ტაქსითვე წამოსულიყავ იმის სახში. მაშინ არც ის ახალი, მაგრამ ახალ სიხრიდან ისე ვიყავ ჩამოსული რამდენიმე წლის და მაინდა-მაინც გარეუბნებში არ ვიყავი ნამდვილად. სად მიდიხარ მეთქი, უთხარი სამგორჩიო მითხრა. ამ სამგორი ჩემთვის იყო ძალიან შრომით. სადღაც. ხო და რითი მიდიხარ უთხარი. ხო და მეტროთია მეტრომდე მიგაცი. და მეტროთი გავუშავ. თორე არ ვიცოდი და მე ყოფილიყავი დარჩენილი თანხა. კარგია. მეც მოსულს ფოტოშოპის ეგეთია. აი, თვარე რომ ქალწულში შედის, შენ რას გრძნობ? ვენერა სეტლი. იმედიანი შიმშილი კარგია? ზოგადად არსებობს 18 საათიანი იმედიანი შიმშილი, როგორი აკეთებენ ხოლმე და. აჰა. შესაბამისად, ზოგს ეთყობა რომ აკეთებს, ზოგს არ ეთყობა.
და კარგია თუ ცუდია? შიმშილი მე მგონი ცუდია. მაგრამ იმის იმედით რომ შიმშილობა შეიძლება გახდე. მაგრამ შიმშილით გამკითხე? იმედიანი შიმშილი კარგია? არა შიმშილი რაც შიმშილი არც თუ არა. ზამთარია არ მაქვს პალტო. კალოშები მაქვს ზატო. შენ გქონდა პალტო? პალტო არასდროს არ მქონია სადღაც. მე მქონდა, მაგრამ არ ჩამიწვევს. არც კალოშები. არც კალოშები. სოფელში იყო ხოლმე და თოლზე სრიალებს ძალიან კარგად და ფილამურებით ვიყენებდი. მე კალოშები არ მიყვარს, მე უფრო ვალინკი. რა ბოტები. ბოტები. 90-იანებში რაღაცას ამბობ. არა, ბოტს, ანუ ბოტს. 90-იანებში მზეც გრაფიკით იყო. 90-იანებში მაგას არ ვაკვირდებოდი, იმიტომ რომ რაღაცა ის იყო. შუქს უფრო ვაკვირდებოდით. ხო. და გენერატორი გქონდა ჩვენ. კორპუსში რამდენიმე კაც ჰქონდა და ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით. ხო, და შესაბამისად სერიალის დროს ბევრი ჩუსტი ელაგა ხოლმე კარგად. ხო, ძალიან მაგარი. ჩუსტებით რომ მეზობლებს ნო. ხო. ანუ ჩუსტი რო იყო, ეს ჩამოსულა. ეს აქ არის. ერთ პერიოდი მერე დაიწყო ჩუსტების მოპარვები. და მერე აღარ ტოვებდნენ ხოლმე გარეთ და შიგნით ეწყო. ვიღაც ჩამოვიდა ჯიგარი სერიალის დროს და კი, ეგ იყო. მე ბევრჯერ მithქვამს გადაცემაში იტალიურ ეზოში გავიზარდე და ყოფილა შემთხვევები ნუ გარეთ ფენდით რა თქმა უნდა სარიცხს და რაღაცები დაკარგულა. რა თქმა უნდა არა შიდა ეზოდა, მაგრამ ვიღაცები იპარებოდნენ და მიქონდათ. შარვალი რაღაცა მაიკა და ეგეთი რაღაცები. იყო მაშინ. კლეპტომანები ალბათ ძირითადად. ალბათ აბა სხვა ახალია. სხვა 90-იანებში სხვა სხვავინ მოიპარავდა. მე ვფლობ კარატეს, კუნგ-ფუს და კიდევ 52 საშიშ სიტყვას. სიტყვის გეშინია? სიტყვას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დიდი ძალა. ადამიანს შეიძლება ძალიან ატკინოს სიტყვით, ან პირიქით ნატკენი მოურჩინა. და ქერტლი რომ მოძრაობს სტილია? სტილები არსებობენ ისე? თუ გადაშენდნენ ეგენიც. აი არ ვიცი. ალბათ იქნება. ადრე ძალიან პოპულარული იყო. კი კაცო. თეთრი პირსახოცი, მწვრთნი სავარცხლი და ტექსტერად კაცუნები. და მე ეს უნდა გეკრა? ხო, ამაზე და მე. თუ არ დატკაცუნდებოდა ეს მწდარია. არა, ესე იგი გამრავლდება. ამიტომ მოზგი ხარ? მაგარი მოზგი ვარ. გრელკას ფეხებში ვაიდებდი თუ ეხუტებოდი? ფეხებთან. ან შეიძლება ბოთლში ცხელი წყალი და ის თუ გრელკის საშუალება არის. ბებია მეუბნებოდა ხოლმე მთავრია ფეხებზე არ შეგცივდეს. კი. მართალია. ფეხში შველი ნუდადი ხარ და არ ვერ გამრავლდები და ასე შემდეგ. ვერ გამრავლდები ხო? იმიტომ რომ იქ აზიანებს რაღაცებს, ნუ. რაღაცებს და მაღლიდან არ ჩამოხდე ტრიკი გაგიჩნდება. სიმაღლიდან არ ჩამოხდე ტრიკი გაგიჩნდება. ეს ტრიკი რა არის? ალბათ გრიჟა. რო ხტები ეგრევე ჩამოდის ამბარასა. ხელოსანი რომ იწყებს ფრაზას, იცი რა, ჩემო ძმაო, მაშინ დაგვენძრა? კი. ესე იგი ძალიან გაიწელება რა. ზედმეტი რა არ ვარგა? არაფერ ზედმეტი არ ვარგა. ზედმეტი სიმდიდრეც კი არ ვარგა. თურმე. კი ბატონო. ზედმეტი ლაპარაკიც არ ვარგა, მაგრამ მიწევს. ზოგადად არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. გიწევს? ალბათ შეამჩნია რომ ბევრი ლაპარაკი არ. გიწევს ბევრი ლაპარაკი. ბევრი ლაპარაკი თუ რაღაც გადაღება მიწევს, მაგრამ თუ არა და შუმად ვარ და სულ უყვირთ ხოლმე რომ შენ ის რანაირად იქ რანაირად ლაპარაკობ და რანაირად შუმად. და მოულოდნელად თუ შეფრთხიალებულ ხარ? კი. ყოფილა შემთხვევები. მაგრამ 4-5 ჯერ ალბათ. მაგრამ კარგია. კი, კი. რაღაცები არ იცვლება? თუ ყველაფერი იცვლება? სამწუხაროდ რაღაცები არ იცვლება. ან საბედნიეროდ თანახმად რაღაცები არ იცვლება. და ვიღაცები იცვლებიან და ძალიან ცუდია. აი ეგ ხო, აი ვიღაცები რო იცვლებენ, თუ ერთ ადგილას გაჩერდი და სხვა შეიცვალა, ნიშნავს რომ შენ შეიცვალე თავისთავად, იმიტომ რომ ის შეიცვალა და უკვე იმისთვის შეიცვალა. კი, კი. ხო. რაღაცა საინტერესო
ნათქვამი გამომივიდა. ძალიან. ამას ამოვჭრი. შავ ფონზე. ჩემი ფოტო და კი, კარგია. სადმე ჩავაგდა ბრძენ გამონათქვამებში. ლინკზე მივალ. ბავშვობაში ოჯახში ჭიქის გატეხვას თავის გატეხვა ჯობდა? თუ ეს იყო სერვანდიდან ეს ჭიქა. აუ, სერვანდის ხო. მაშინ ჯობდა კი. საახალწლო სუფრიდან არ უნდა ყოფა, საახალწლო რო იყო ხოლმე შენ. ხო და სტუმრისთვის. კი. კი. ყოფილა შემთხვევები რაღაც გაგვიტეხავს და მე და ჩემს მას ისე წაგვიშლია ყვალი რომ ინტერპოლიც ვერ მოძებნიდა იმას. გემის ჩაძირვის წინ ბოლოს ფრაზას რა სიტყვოდი? ან სიტყვას? ვახ. არაფერი არ მაქვს, არ ჯილეტი, არაფერი ნო, არ იბრიდები რა. მოჭველი ვიბრიდები, ხო? ერთი სიტყვა უნდა იყოს? არა, შეიძლება ფრაზა. კაპიტანის სახელი და გვარი მისხარი. ალბათ და იქ რომ მოხდები ჯავშვებ. გოლოცოდვა იქნებოდა, ალბათ გინება და მე იქ გავიდოდი. გამარჯობათ. სანამ ჩემს საკითხზე გადავალთ. კაპიტანი ვიცი, ძალიან დიდი ცოდვა აქვს აკიდებული. ვინ დასვა ის საჭესთან. ვიცი მას პრავა მიცა. ვიჩერ პრავა მოგცა. თუ ქალი ფეხებს აბაკუნებს და არ გისმის, იქნებ ცეკვავს. ზოგადად ქალებს არ უყვართ მოსმენა. მაგრამ ცეკვავს. ამიტომ ბაკონს ნუ მივაქცევ ყურადღებას. ჩავთვალოთ და ცეკვავს. ხო, შეიძლება ზოგადად არ გისმის. ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრი აქ ხდომია? არ მქონია არასდროს ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრი და არც 4 ჩის სადღეღო არ დამილები არასდროს. ო. მასა? კი. ვა! ბავშვები, ნახე გაზაფხული მოვიდა და ბავშვები ჟრიან მოვა. ძველი თბილისის ბავშვები არიან. ძველი თბილისის ბავშვები. გაკვეთილი ხშირად გქონდა კითხვით? კითხვით ფათაშორის ინგლისურის მასწავლებელი მოკითხებდა ხოლმე. არა, ბოდიში. გვაყოლებდა, მაგრამ ჩვენ ვკითხულობდით, ხო, ეხლა გამახსენე. ანუ რატომღაც ეგონა რომ ძალიან დიდ ტექსტებს ვიზეპირებდით. სიამოვნებაში კითხულობდით და ერთხელ მოხდა რომ ანუ ვინც გადიოდა თავზე ედგა და კითხულობდა რა და შეცივდა და წავიდა რადიატორთან. დაერხა მას. ვინც გამოსულიყო და ამანაც ხოლმე რაღაც მე შეცივდა და მივიდა და გააგრძელა ისე კითხვა. შპარგალკების თემა გქონდა ხოლმე ეს? კარგად ვსწავლობდი, მაგრამ რუსულში მყავდა სამიანი. ხო და ერთხელ გადავწყვიტე რომ რაღაც თემა უნდა დაგვეწერა და შპარგალკა გავაკეთე. მეგონი ერთადერთი შპარგალკა იყო რაც გავაკეთე და რო ვიწერდი, ანუ სპეციალურად უშვებდი შეცდომებს, რომ ანუ თლათ ზიადოსანი უცებ ერთ დღეში არ გამختارიყავი და იმდენ შეცდომა დავუშვი, მაინც ამ მივიქ. ეგ იყო ერთადერთი ჩემი შპარგალკა. სამართალმა პური ჭამა. სამართალმა არ ვიცი, მაგრამ შესაბამისი ჭამა. პური ჭამა. ავტობუსი რომ გაჩერდება, კარგად მერე ჩამოდიხარ? კი. ხო შეგვიძლია ეს მოკლედ გიპასუხო. რა თქმა უნდა. ვფიქრობ რომ რაღაცა რა თქმა უნდა. არა, შეგიძლია. კი. სიმართლე თუ მოქმედება? ვითამაშო. სიმართლე. კაი, მითხარი რამე და შევეცდები სიმართლე გიპასუხო. შემოგასწრო. კითხი ან რა ვიცი ხო? ჩუჩქანი ხელები თუ გიჭამია საჭმელი? რა თქმა უნდა. კი. უცებ რაც მომაპირდა იგი. რა თქმა უნდა. 90-იანებში ასლაბა იჭამია. გავერტის გამოგენდა. გარეთ. გზას აგებდნენ ახალციხეში ვიყავი მაშინ. და ჟილეტები როდესაც დაფილოსფერი. მაგით იყო ტიპი და ანუ სულ იმიანი მაზუთიანი თუ რაც არის, მაგით არის და გაიჩნდა რაღაცა გარგარი თუ რაღაცის ხე და ჩამოწყვიდა და ხო იცი მიჩეული რომ გასუნდა გაისვა რა ინსტინქტურა და დაგიჩა. ეს ბევრად ჭიქელი იყო რაც იცი. ოლია მათხოვარი რა შვება? ჯუხნიშანთან დგას. ისე. როგორ ფიქრობ, მაღვიძარას ჩვენ ხო არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ნერვები მოგვიშალოს? კი, ხოთაშორის მაგაზე მიფიქრე, იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ რაღაცა
ძალიან წყნარი და ისეთი სასიამოვნო მელოდიით გაგაღვიძოს მაღვიძარი. ყველა არის რაღაც ანუ გული რო გაგიხედა. მე ცადე ეგა. რო წყნარი მელოდია დააგე. და მე და ჩემი საყვარელი მუსიკა დავაყენე და მე შენ ზიზღდა ის. მუსიკა შეგვიძლია. ერთოში. ყოველდღე რო გაგაღვიძოს. ამიტომ ჯობია ესეთი მუსიკა დააყენო. ანუ უბრალოდ ზარი, რომელიც ისედაც გესიზღება. არა, პირდაპირ გულზე რო გიტყოს, ანუ არ მგონი არ არის. რაღაც შეიძლება რომ ჩურჩული დააყენო მაგალითად. 10. ეგ იყო ჩვენი მაღვიძარა. ბავშვობაში. 10. და მე შენ სნუზზე. ბოლო იყო საბრის გადახდა. აუ ზამთარში როგორ გვეზარებოდა ხოლმე. აუ ზამთარი ყავ. რო ციოდა. და შენ რო საბრით ხარ გამწვა. აუ ეგ იყო რა სიკვდილი რა. ჩიტმა რა ამბავი გოგიტანა. კაი. ზა. ჩიტმა რა ამბავი მომიტანა რომ თურმე აქ კაი ყოფილა დაწესებულება ტერასა ბოტანიკა და შეუძლიათ ხალხი. არა, მართლა კარგია, გუწფელად. კი, მეც მომეწონა მართლა ძალიან. გემრიელესი რაღაცები აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბრე მითხეს, რომ აი ტურისტებზეო არ არისო გაცვლილ გვინდა რომ ქართველური ფასები აქვს გემრიელი, ჯიგრები. რომელი მართლაც რომ ქართველები. კი, აბა ნამდვილად. რომელ ემოციას ვერ გამოხატავ? ანუ ვერ გამოხატავ ხარ, ვაგიხსნა კარგად. გასაგებია. ჰარალე ჰარალე. აფრინი ალალიო, რაც არ არის არ არის. ეგ მიდოდა მე თქო, მაგრამ ვერ გავიხსენე. მელას თავის მახრჩობელა რატომ უყვარს? სტოკჰოლმის სინდრომი ქვია მაგას. და მაგით. სტოკჰოლმის სინდრომი აქვს მელას. მელას აქვს სტოკჰოლმის სინდრომი და კლეპტომანია კიდე ქათმებს იპარავს. ეს ორი პრობლემა აქვს მელას. სხვა ყველაფერი დალაგებული აქვს ცხოვრებაში. იდეალური. ანუ ქურქსაც ხანდახან ართმევენ ხოლმე. იდეალური. ნუ სამწუხაროდ. ქურქად იყენებენ ხოლმე. სამწუხაროდ. არა თავის გზაზე გაუმარჯოს ყველა მელას. აუც. იმედი ეს შუა გზა არ იქნება, იმიტომ რომ ბევრი მანქანა დადის. იმედი არის შანსი არის. იმედი ბოლოს ხვდება. მაგრამ თუ ჰოლივუდია არ ხვდება არასდროს. თუ ბოლივუდია პოლიცია ბოლოს მოდის. კარგია ბოლივუდი. სიზმრებს ახსნი ძმა. შეიძლება სიმთვრალეში ფეხი აგერიოს, მაგრამ სიტყვა არ უნდა აგერიოს ძმა. სწორედ. მართალია. გამშველებელს მეტი ხვდება? გააჩნია ვისაშვებებს. თუ ორი ძალიან მუტრუკი ადამიანია, რომელსაც არ აინტერესებს სხვა, მაშინ შეიძლება ბევრი მოხდეს. ხო. ანუ ამათ ხო ხდებათ ანუ შუაში ერთი ადამიანი დგას, მინიმუმ ერთით ნაკლები ხდებათ ამათ. შესაბამისად ის ნაკლებები გროვდება და ამასთან მოდის. მათემატიკური ამოცანაა თქვარი. და ეგრევე რას არ უნდა ეძგერო? ეძგერო? რასაც მოგაწოდებენ. ეგრევე არ უნდა ეძგერო არაფერს. სანამ არ შეამოწმებ რა არის. რო კაცმარის ვის გაკეთებული. რას დაზეთავდი? პეტალებს. შხაპის დროს ღიღინებ თუ ფიქრობ? ფიქრობ ძალიან. ზოგადად ის ვარ. Overthinker-ი ვარ. ეხო millennial-ნელი ვარ. Come on. და ძალიან ბევრს ვფიქრობ. და შესაბამისად დიდხანს რჩები. ანახო ვფიქრობ, რომ ამდენს ნუ ვფიქრობ თქო და მე მაგაზე ვფიქრობ. მე მაგაზე ვფიქრობ, ამდენს რატო ვფიქრობ. კი. მითხრეს რომ შაულინებით ვიღაცები ეგრე ისვენებენ თურმე რომ რაღაც თქვა 10-15 წუთი არაფერზე ფიქრობენ რა. და როგორ ახერხები? და ეგრე ასვენებენ გონებას. ხო და მე ცადე ეგრე დაძინება და რაღაცა პერიოდის მერე შევძელი. ანუ თავიდან ანუ არ ვფიქრო, მაგრამ მე უცებ ყველა ფიქრს ხო, ეხლა მე მან წავედი რომ დავიწყო იმაზე ფიქრი რომ ეხლა ვიფიქრო, დავიწყებ იმაზე რომ არ ვიფიქრო. ეხლა ხო ფიქრი. კი, ეგ ფიქრია, მაგრამ რაღაც მომენტში უცებ მაგასაც ბლოკავ რა.
და ეგ რო დაიმბლოკოს მე დიეტ განგვიძებნა და როდის ჩამეძინე გამახსოვდა რა. ამიტომ ბევრი ვარჯიშის შედეგად შეგვიძლია გამოვიმუშაო და გონებას ასვენებ ძალიან რა. რა, კარგი. შენთანაც აბრახუნებენ? კი, ჭიშკარს აბრახუნებენ ხოლმე, პირდაპირ არის. თეთრი ტრაკი, შავი ტრაკი აბანოში გამოჩნდება? აბანოშიც გამოჩნდება, კი. აბანოებთან. მაგრამ კაი კამერით თუ იღებ, შეიძლება კამერაშიც გამოჩნდეს. ხო. თხოვნა ფასიანი უნდა იყოს? შესრულება უნდა იყოს ხალხთან ფასიანი, თხოვნის. აკუნა თუ მატატა? აკუნა მატატა ერთად. ისე ერთმანეთის გარეშე რა საშინელება იქნება? ო, ცალ-ცალკე წარმოიდგინე აქეთის. ბოდიში რომ აფთიაქში იყიდებოდეს, რეცეპტი დაჭირდებოდა? სადაც ნიმესს ჭირდება რეცეპტი, ალბათ. ჭირდება, მე ისე ვყიდულობ. როგორი, ყო თავიდან ჭირდებოდა, მე აღარ ჭირდებოდა, მე ისე ჭირდებოდა თქო. ვერ გაარკვიეს. კარგი. მუშტზე ვინ დაგიკნოს? ალბათ ბუზი მას. ბუზი. კოღო. კოღო და ბუზი. პატარა სისხლი რო კოღოს. როიბა. ლაგატკას რომელი ხისგან აკეთებდი? თუ აკეთებდი? ლაგატკებს არა, მაგრამ მას ვაკეთებდი ხოლმე. შვილდებს. აუ, შვილდები ხო. თხილისგან. თხილი იყო ალბათ, რომელიც კარგად იღუნება, თოკინა. ასე. ვომობდით ხოლმე. კარგი. მეზობლის ყანაში მეზობლის კაიდრო. ეს შეადუნა ვთქვა. რო ის ბავშვური ტრავმები რაც იქიდან დაუწრო. რას ესროდი ხოლმე შვილს? რას უშოდი ხოლმე? ხესაც იმაშვებოდი, კი. აი პატარას ჩავჭრედი დანით რო თოკოზე კარგად იმას იყო. მეზობლის ყანაში საშოვარზე მიდიოდი ხოლმე? კი ბატონო. კაიდრო. კი. ერთი კაი ჯიშის ბალი ქონდა ერთ მეზობელს და იქ სოფელში ვიყარებოდი. ნუ დინარაზეც სიმინდი მოპარავს უფრო კაი გემოაქვს რატომაც. და კოცონზე შეწვა. კი, ნაკვერცხალზე. შემწვარი სიმინდი ვაფშე ასწორებს. ვაფშე არ. შემწვარი სიმინდი ასწორებს. მენიუში თუ დაამატებენ, სადმე. ხშირად მივალ. მენიუში თუ დაამატებენ, მეც ხშირად მივალ. ხორცად არის შემწვარი სიმინდი. ასეთ არ არის. მაგარი ინოვატორი, მაგარი მოზგი ვარ. მე უთხრა. შევთავაზოთ. რა მაგარია. ისე სოფლის ბირჟები არსებობს და კიდე? ალბათ აღარ არსებობს. მე საოცრად მახსოვს სოფლის. ხო, აუ. რა მაგარია. კაი დროი. კეიფი თუ დროს დარება? ზომიერი ნაყროვანება. ყველა პასუხზე ველოდი არის ზომიერი ნაყროვანება. კარგი. და ბურთი თუ მოედანი? ბურთი თუ არა მოედანი კი ყოფილა გინდა. რატო ვირბენ? სარბენა თუ არ არის მოედანი. სარბენი ბილიკი ხო? სარბენი ბილიკია იქ. ბილიკი. მოედანზე ხო არ დარბი? მოედანო უბურთოთ ხო? როდენ. აქ არ ჯდები ხა კაი დროი. გავრიცინე. ამდენი ვიცი. მარშრუტკაში ჩაგძინებია და სხვა ქალაქში გაგიღვიძია? არა, ეგეთ შორ მარშრუტზე არ ჩამძინები არასდროს. მაგრამ ადრე წნეთში ყვითელი ავტობუსი რო დადიოდა, წნეთში ცხოვრობდი 34 ნომერი იყო, მარტო ეგ დადიოდა საათში ერთხელ. ხო და ანუ შენც რომელიღაც საათზე ადიოდი და იყო ძალიან ჭყლეტვა. და ისეთი ჭყლეტვა იყო, რომ შანსი არ იყო წაქცევის, ამიტომ ჩამძინებდი. რაღაც პერიოდი ჩამძინებია რა. და გაჩერებას გაცდი მე თუ ჩადიოდი? არა, მე გამგვიძებდი. მე ძალიან ერთი მოსახვევი იყო, როცა ძალიან გადადიოდა ავტობუსი და იქ მეღვიძებოდი. ხვდებოდი რომ ახლოს იყავ. თან იქ ტრიპინი, ცოტა ბოლი, კვამლი, ყველაფერი მეღვიძებოდა. გამომწერის კითხვა. სტუმრად ხელის დაბანის შემდეგ სამი პირ სახოცი რო ხვდება, ხელს რომლით იმშრალებ? ისეთ ადგილას აღარ ყოფილვარ სტუმრად, რომ სამი პირ სახოცი ყოფილიყო. უი, რასო? მე სულ დაბნეული ვარ. რომელიც საშრობზე გადაკიდებული, იმით არ უნდა გაიმშრალო, იმიტომ რომ საუბრობთ რაღაც მიზეზის გამო შრება. შრება. ხო და მიზეზს რო არ ჩაეძიო, ამიტომ უახლოეს. ყოფილა რომ ჯერ ესე და მე საწავიღე ის.
ვერ ვიპოვე და შარვალზეც ამის. მადლობა ძალიან დიდი. ვისი ამოვნე? რაღაცა ძალიან ისე წავიდა წყალივით. წყალი. მეც ძალიან ისე. წყალივით თუ წავიდა და არ მოგბეს და უკვე გვიხარია. კი. გამოიწერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და თუ გინდათ რომ ხშირად უყუროთ, ხშირად გამოიწერეთ ხოლმე. კი. არა, ერთხელ გამოიწერეთ და კაი. ერთხელ გამოიწერეთ და კაი და კომენტარები დაგვიწერეთ. ვიმოიხულობთ და აი თქვენს კითხვებსაც ვსვამთ. რაც უფრო მეტი კითხვა მოვა, გეფიცებით. დავსვამთ. დაგიფასდებთ. სხვათა შორის სანამ დაამთავრებ, ძალიან ბევრი კომენტარი მოდის ამ ბოლო დროს, რომ რატომ ხავთ ესეთი ცოტა გამომწერი, რატომ ხავთ ნერვიულობენ ჩვენი გამომწერები და ჩვენ გამომწერებს ვენაცვალეთ. ცოტანი ხართ, მაგრამ ძალიან კარგი. ემოციურები. ეს აი ეს მასწავლეთ შემაშვილო. აი